კურიერი აგრძელებს პირდაპირ ეთერში მუშაობას. ნახევარი საუკუნეა გორში წყლის სისტემა არ განახლებულა. რამდენიმე კვირაში რეგიონული განვითარების სამინისტრო სამუშაოებს დაასრულებს და გორელებს უწყვეტი წყალმომარაგება ექნებათ. პროექტის სუფთა წყალი გორისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკმა და საქართველოს მთავრობამ შეიმუშავეს. გორის წყალმომარაგების მილსადენის ნაწილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის დასრულებულია. გორის მოსახლეობის ნაწილი უკვე რამდენიმე დღეა სუფთა წყალს 24 საათიან რეჟიმში იღებს. სისტემა, რომელიც 60-იან წლებში დამონტაჟდა, უკვე ამორტიზირებული იყო, რის გამოც გორის მოსახლეობა წყალს გრაფიკით იღებდა. მაღალსართულიანი კორპუსების მაცხოვრებლებს კი დაბალი წნევის გამო წყალი საერთოდ არ მიეწოდებოდათ. დაზიანებული იყო მილები, წყალი გასდიოდა, ამჟამად გარემონტდა, გაკეთდა ნორმალურად და კმაყოფილები ვართ ყველა. ძალიან სუფთა წყალი მოდის, ნორმალურად და კმაყოფილები ვართ მთელი მოსახლეობა. პროექტი, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ არის შემუშავებული, სისტემის განახლებასთან ერთად მოსახლეობისთვის სუფთა წყლის მიწოდებას 24 საათიან რეჟიმში ითვალისწინებს. პროექტზე რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 100-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი დაასაქმა. ყველა ტექნიკური საშუალება, რომელიც შეცვლაც ხდება, არის ახალი, ეს გერმანული ტექნიკა, რომელიც ჩვენ ჩამოვიტანეთ და ეს მნიშვნელოვანია თავისთავად იმისთვის, რომ 24 საათიანი წყლის მომარაგების საკითხი დაალაგდეს გორში და იმითაც მნიშვნელოვანია, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით აი ესეთ პროექტებზე ჩვენ ამ წლის განმავლობაში 30,000 კაცი ყავს დასაქმებული, გამომდინარე პროექტებიდან, რომელიც გაგრძელდება მომავალ წელს ანალოგიურად, ვარაუდობთ, რომ 30-32,000 კაცი იქნება დასაქმებული წყლის მომარაგების საკითხებზე. დღეს როგორც ხედავთ, ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ტარდება. სადღაც 30 კილომეტრამდე როგორც შიდა ისე მაგისტრალური მილები გამოიცვალა, ყენდება ახალი ტუმბოები, ახალი სადგურები და გორს უახლოეს ხანში ექნება გაუმჯობესებული მართლაც საუკეთესო წყლის მომარაგება. გორის წყალმომარაგების სისტემაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები თვის ბოლოს დასრულდება. სწორედ სისტემის რეაბილიტირების შემდეგ მოხდება გორის მთლიანი მოსახლეობის წყლით 24 საათით უზრუნველყოფა. ფაქტიურად წყალი არ აქვს. და მას შემდეგ მიეკითხეთ ის დასახმარებლად. აი ვინც ეს დაწერა შვილი, ჩამოიერა ბავშვმა, რომელმაც მოვიწერეთ ხელი. იქ არის შუა სადარბაზოში. აი იქ თუ მიყავთ, იქ ჯობიათ, იქიდან რო აიღოთ ინტერვიუს და ყველაფერი. მეორე სართულზე აბძანდით. კი. მეორე სართულზეა ვინც იყო ის ბავშვი და მისმა მშობელმა გააკეთა განცხადება ყველაფერი ტელევიზიის სახელზე. სახელმწიფო მომგუთხრა სანამ ამ მილებს შეცვლიდნენ, მაშინ როგორ მოდიოდა? მაშინ უკეთესად მოდიოდა ვინმე ახლა. მაშინ უკეთესად მოდიოდა ვიდრე ახლა. აი ისე დღეში ვარ, მე ხო პირველ სართულზე ვარ, ჩემთან ხო მატორით ამაკ წყალი და ხან ისეთი ის არის, რა ქვია, საერთოდ არ მოდის წყალი. ჩართე მატორი გრიხინებს არაფერი. აბა ახლა წყალი როგორ გაქვთ? როგორ მოგეწონა? აი იმ წუთში ჩართე მატორი, იმ წუთში წამოვიდა. მაგრამ შეიძლება გამოვდო მეორე წუთში, თელი საღამო არ იყოს წვეთი წყალი. ეგეთი მდგომა. თქვენი სახელმწიფოების გითხარით? ჩემი ციცო ტომარაძე. და ის მშობელი რომ გითხრათ ვინ არის? მეორე სართულზეა დიჩი რომ მეორეზეა თუ მესამეზე. მადა წყალკანალიდან თქვენს გქონდათ განცხადება შეტანილი? თვალეთიდან. არა, შედაქასის საინფორმაციო ცენტრიდან მაქვს. კი, ყველას გქონდა მოწერილი ხელი. რეაგირება თუ მოყვა? არა, აბსოლუტურად. მანამდე როგორ მოგეწოდებოდათ ხოლმე წყალი? კარგად, ნორმალურად. ნორმალურად. ანუ სანამ ამ მილებს შეცვლიდნენ, მანამდე არა, მილების შეცვლა არაფერი შეეშიერეს. აბა ხო, მაგის მერე დაიწყო ყოველ შემთხვევაში ეს პრობლემა, მაგის მერე არ დაიწყო. ეხლა როგორ მოგეწოდებათ წყალი? საერთოდ არ არის წყალი. სუნთათა ვნახავთ, ჩავთავთ ძრავას და ვნახავთ. ფოტოს ჩავთავთ და წყალი არ აყავდეს, ველოდებით ღამე, რომ ამოვიდეს წყალი. თუ აპირებს კიდე რომ მიმართოთ ვინმეს? ალბათ თუ კი არ იქნება კიდე. რა გითხრეს, პასუხი როდის იქნებაო განცხადებაზე? მე არ ყოფილვარ კონკრეტულად შეტანას, ეს ხომ შეიტანეს, მე ხელი მოვუწერე განცხადებაზე და არ ვიცი რა პასუხით დაბრუნდა. ველოდებით იმის შემდეგ. ცვლილებას და არანაირ ცვლილებას. თქვენ როგორ გწევდებით? ემა კოზაშვილი. გუდურაშვილი. მანამდე როგორ მოგეწოდებოდათ წყალი? მანამდე კარგად მოგეწოდებოდა წყალი, იმიტომ რომ აი ეს ბოლოს რომ გადაგეტეს წყალი, სულ ბოლოს. აი მანამდე კარგად მოგეწოდებოდა. სულ ბოლოს გადაგეტეს არ ვიცი რა. ეხლა როგორ გაქვს გრაფიკი? იღებთ? კი. ეხლა გრაფიკით არა გვაქვს. ძრავებით ამოდის წყალი. მაგრამ ხან ბევრჯერ წყდება. ანუ მილები რაც შეცვალეს ეს პრობლემა მე შემდეგ გაგიჩნდათ? არა, მილები რო შეცვალეს, ძალიან კარგად მოდიოდა წყალი. თვითონ რომ სისტემას რო სწვლიდნენ ქალაქში.
აი იმის მერე აი სულ ბოლოს რომ შეგვიწყვეტა საერთოდ თელ ქალაქში რამოდენიმე დღე ხო იყო რომ წყალი შეწყვეტილი იყო. აი იმის მერე აღარ მოდის ისე როგორც მოდიოდა. წნევით აღარ მოდის. მე მეორე სართულზე ვარ და ამოდიოდა და ისე რომ თუ აპირებთ დასახმარებლად კიდე მიმართოთ ვინმეს ან გორის მუნიციპალიტეტს ან წყალკანს მიმართეს. პასუხი მოგივიდათ? ეხლა ვარ დაბარებულები გონი ორშაბათს რომ უნდა მივიდეთ წყალკანალში. და არ ვიცი სად მიგვაერთებენ არ ვიცი ჩვენ და ბინაში მაცხოვრებლებმა მოსახლეობა მოაწერა ხელი ყველას. ვისაც აწუხებს ეს წყლის მდგომარეობა არ მოდის ბევრს ძრავები გაუფუჭდა და იმის გამო რომ ჩართეს ელოდებოდნენ წყალს და მე გადაიცვა იმიტომ რომ ხანდახან ხომ არის რომ ან ავიწყდებათ რომ ისე გამორთონ და ეს მდგომარეობა არის. ძალიან კარგად მოდიოდა წყალი, სანამ ხო გეუბნებით აი ბოლოს რო შეწყდა, ბოლოს შეგვიწყვეტეს თელ ქალაქში რომ რაღაც რეაბილიტაცია მიდის. აი იმის მერე ჩვენთან წყალი, თორემ მე მეორე სართულზეც ამომდიოდა წყალი. ისე ამოდიოდა ისეთი რომ ჩვენ იმას გამათბობასაც კი თავდეთ და ცხელი წყალი გქონდა. მე მის მერე არ. მე ვაცენებ აბსოლუტურად არა. მე მოგდანა გადამიყოთ. მაგრამ მეოთხეზე, ჩვენ 60-იან მეოთხეზე სახშია. მადლობთ. არაფერი გაუკეთებიათ, ჯავშულაც არის საქმე. და გია ბინის თავმჯდომარესაც ცხოვრობს? თქვენ ხართ? ანუ ეს განცხადება თქვენი ინიციატივით გააკეთეთ? სულ ყველა გააკეთა კაცო. მანამდე როგორ მოგეწოდებოდათ წყალი? არც მაშინ როგორ გააკეთეთ, მაგრამ ეს ამასთან შედარებით უკეთესი იყო. ან ცოტა მოდის თუ გრაფიკით მოგეწოდებათ? ხან დღეა რომ თელ დღეს არ ჩამოდის. დასახმარებლად ვის მიმართეთ? გამგეობასაც და ამათაც წყალკანალსაც. პასუხი არ მოგივიდათ? ან თუ რომე პასუხი მოგივიდათ? აი დაბლა ჩემ დაბლა როსკუროს ქალი. ეგზალინება გაბავზე. მაგას გამოელდა ელაპარაკე. მესამე სართულზე? კი, ეს უთა ჩემ დაბლა. კარგით. ეს პასუხი არ მოგივიდათ არაფერი პასუხი. ეს განცხადება თქვენ დაწერეთ და მოსახლეობამ ჩვენ ორ კორპუსს აქვს ეს 3 პირველს და 3-ს. კორპუსმა დავგვერდით ცხოვრობებში. ეს ორი კორპუსი ვარ, თუ კი ორი თვე არ მდგომარეობაში. ეხლა წყალი როგორ მოგედინებათ? ეხლა მათორი წაღარო. მანამდე როგორ იყო? მანამდეც ეგრე იყო და იმიტომ და სანამ ეს ყველაფერი დაიწყო ეს გაკეთება და უკვირდებოდნენ რომ უმატოროდ ამოვიდოდა წყალი მანამ კარგად ქონდა წყალი. ამ პირობას ვინ გაძლევდა? ვინ დაგპირდათ? არ ვიცი და როცა კეთდებოდა ხო იყო დაპირება ქალაქს ეს რომ გადახარეს ხო გააკეთეს, მაგრამ ჩვენ გაკეთების არაფერი არ აქვს. პირიქით გაგვიფუჭეს. წყალი აღარ იყო. და რა გითხეს, პასუხი როდის იქნებაო? ამ განცხადებასთან დაკავშირებით? არ ვიცი, პასუხი ჯერ არ მოუწიეთ. პასუხი არ გაუწიეთ ჯერ, რომ რაღაც ზომები მიიღეს. არა, კითხვეს რომ ის თქვენ რა გვარები ბრძანდებით ამ განცხადებაზე თუ მოაწერეთ ხელი? საბანაძე, ჩვენ გამბლიშვილი და იქითა კორპუსიდან გამბლიშვილი. საბანაძე რა სახელია? მაია. ქეთევან გამბლიშვილი. ეგ მეორე კორპუსი. ჩვენთან მიბრძანდით 3 ნომერში და მთელი სადარბაზო აიერთ. ყველა მეორე კორპუსის ხელმოწერები გაინტერესებთ ყველა და ადასტურებს მაგას. ეს ჩვენი განცხადება თუ თქვენია? ეს ჩვენი. თქვენია, თქვენი დაწერილი კი. არა, ეს ჩვენი პირველი ნომერისაა და ესა 3 ნომერი იქ. კი, არა ეს. აი 3 ნომერი ეგ არის. კი. აი თქვენს და 3 ნომერს ერთად შეიტანოთ. კი, ერთად, იმიტომ რომ ჩვენ ორი კორპუსს უნდა გამის 2 საათზე 3 საათზე შეიძლება ამოიტანოთ ისიც მოტორით ისე. კარგი. აპირებ თუ არა კიდევ მიმართოთ. არა, მადლობთ. ანუ აპირებთ კიდევ იმეს რომ უბრალოდ მე ვაპირებთ უკვე პრეზიდენტის კანცელერიას მიმართოთ. იმიტომ რომ გამოუსავალი მდგომარეობა, ეხლა ეს ყინვები როა წყალი ხშირად იყინება და თუ ხშირად არ მოუშვი წყალი იყინება მე და უფრო საშინაო მდგომარეობაში შევარდებით ჩვენ. თქვენი იმის შემდეგ თუ რამე რეაგირება ექნება. თქვენ ახლა ვისთან გაქვთ ეს ანუ ჩვენ გვაქვს საიტი ქართული ჯი, სადაც იზრდება ეს ინფორმაციები, შეგიძლიათ ნახოთ და ამის მიხედვით მიხვდებით. რა გეკითხება მე, თორე ვნახეთ და მივაკითხეთ და ორი თვეა დავდივართ და საქმე რა იქნება, თორე სიარული და ეს დაწერილობა აღარ გვინდა.
ვინმე თუ აქცევს ამას ყურადღებას და მე რამე ზომებს თუ იღებენ თორე. თვითონ მუნიციპალიტეტი. მადლობა თქვენ რომ წუხდებით.